სამშაბათის ტრადიციული რუბრიკა ეთერში, რომლის ფარგლებშიც საუბრობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. საუბრობთ მნიშვნელოვან აქტუალურ პრობლემატურ თემებზე, რაც ჩვენს გარემოს ეხება. წინა საახალწლო პერიოდია, ერთი კვირაც და დადგება ახალი წელი. და ისევ აუცილებელია ვისაუბროთ ნაძვის ხეების თემაზე, იმიტომ რომ წიწოვანი ხეების უკანონოდ გამოყენება ისევ მნიშვნელოვანი პრობლემაა. მაინც საყოველთაო პრობლემას ხელოვნური ნაძვის ხეები ვერ ერევა, ვერ მოახერხა ხელოვნურმა ნაძვის ხემ, რომ ჩაანაცვლოს ბაზარზე და მოიპოვოს უპირატესობა, რომ გადაფაროს ბუნებრივი ნაძვის ხეების მოჭრის საფრთხე. ამიტომ ხმამაღლა და კიდევ ერთხელ აქცენტირებულად უნდა გავიმეოროთ, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას. ნუ გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს და გამოიყენონ ხელოვნური ნაძვის ხე. ამ თემაზე სტუმართან ერთად ვაგრძელებთ საუბარს, რომელიც სტუდიაში შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. წარმატგინოთ ჩვენი სტუმარი, გიორგი მამადაშვილი გახლავთ სტუმარი, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი. მოგესალმებით. პირველ რიგში საუბარი დავიწყოთ ჯარიმების გამკაცრებით. როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმეა ვითარება და შესაბამისად გამკაცრდა ჯარიმები. როგორც ოფიციალური ინფორმაციაში წერია, პირველადი ჯარიმა თუ დაფიქსირდება უკანონოდ მოჭრა წიწოვანი ხეების არის 2000 ლარი და შემდეგ უკვე საქმე გადაეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. როგორ ფიქრობთ, ასეთი გამკაცრება იმუშავებს უკეთესი მდგომარეობისთვის და უფრო მეტად ამოქმედებს უკეთესობისკენ ამ საქმეს? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. ჩვენ გვაქვს არსებული ტენდენცია, როდესაც ხდება წესების გამკაცრება და ეს სწორედ იქიდან გამომდინარეობს, თუ როგორ იქცევა მოსახლეობა. შესაბამისად, ჯერ კიდევ რახან ფიქსირდება ასეთი უკანონო მოპოვება, ამ შემთხვევაში საახალწლო სადღესასწაულო პერიოდისთვის ნაძვის ხეების ბუნებიდან ამოღება ან არასწორი დოკუმენტაციით თქვათ რეალიზაციაში შეყვანა, ამისთვის მოვიფიქრეთ სწორედ ამ რეგულაციის გამკაცრება, რაც როგორც თქვენ ახსენეთ, პირველი ჯერისთვის არის 2000 ლარი, თუმცა ეს არ არის დასრულება ამ საკითხის, რადგან პარალელურად ხდება გამოთვლა გარემოზე მიყენებული ზიანის. არ აქვს მნიშვნელობა ეს ფესვით იქნება ამოღებული ბუნებიდან თუ პირდაპირ მოჭრილი. და აი მასალის მიხედვით შეიძლება საქმე 1-დან 3 წლამდე პატიმრობამდეც მივიდეს თუ უფრო მეტი და მძიმე დანაშაულია, ხო? ახლა 1000 ლარის ფარგლებში, როდესაც არის გამოთვლის შედეგად მიღებული შედეგი, ასე ვთქვათ, ზიანი, ამ შემთხვევაში არის 1-დან 3 წლამდე, ხოლო თუ 3000 ლარს გადააჭარბა, უკვე იწყება ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ან პირდაპირ უკვე 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ზოგადად როგორი პრობლემა უფრო მეტად შეინიშნება? ეს არის ვთქვათ ახლად გაზრდილი პატარა ზომის ვთქვათ ნაძვების ფესვიდან ამოღება თუ მოჭრა, თუ ეს არის უკვე დიდი ხეებიდან ვთქვათ ტოტების მოჭრა იმისთვის, რომ რაღაც დეკორატიული ნამუშევრები გააკეთონ. ყველაზე რთული პრობლემა რა დგას ჩვენს რეალობაში? პირველი მტკივნეული რაც არის, ეს არის მოჭრა, რადგან თუ ვინმე მოახერხა და სწორად ამოიღო ფესვით, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ეს ნაძვი დაუბრუნ. პრინციპში ნაძვი არა მხოლოდ ნაძვი, შეიძლება ეს ნებისმიერ სხვა წიწოვანი იყოს, რაც ასევე პოპულარულია. მაგალითად, საახალწლო პერიოდისთვის უფრო მეტად სოჭი მოწონთ, რადგან უფრო მსხვილი ტოტები აქვს და უფრო, ასე ვთქვათ, შთამბეჭდავია. თუმცა ნაძვი, სოჭი, ფიჭვი ნებისმიერ შეიძლება, ასე ვთქვათ, ბუნებიდან იქნას ამოღებული და ფესვით რომელიც არის, მათ უფრო მეტი შანსი აქვს, რომ თქვათ ეზოში გადარგოს მეპატრონებ, ვინც იყიდის, ან ასევე ბუნებაში დააბრუნოს. რო სიცოცხლე მაინც შეუნარჩუნდეს. მოჭრილის შემთხვევაში არის, რომ იმას მეტი მომავალი აღარ აქვს და ეს არის არა და თითქოს იყო მცდელობები, არაერთი კამპანია ჩატარდა, გაშენდა ვთქვათ ისეთი ნაძვი, რომელიც სპეციალურად ამ საქმისთვის და საახალწლო და დეკორატიულად შეიძლება გამოყენებულიყო. მაგრამ საერთო სურათი მაინც მძიმეა, ხო? ეხლა არსებობს ძალიან ბევრი სანერგე ოფიციალური ასევე პლანტაციები, სადაც ოფიციალურად შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლით ხდება მათი დარგვა, ზრდა და შემდეგ რეალიზაციაში შეტანა, როდესაც ახალი წელი გვიახლოვდება. თუმცა მიუხედავად ასე ვთქვათ პროგრესული ტენდენციის იმ კუთხით, რომ ხალხის გარკვეულმა ნაწილმა გაითვალისწინა, რომ ტყეზე
დიდი ზიანი ადგება ესე მისვლით და მოჭრით. მიუხედავად ამისა, მაინც ფიქსირდება ფაქტები, შესაბამისად გახდა საჭირო, რომ რეგულაცია გამკაცრებული იყო. ჩვენ განვაზოგადებთ ამ თემას და ზოგადად ტყეზე ზიანზე და ბრაკონიერობაზე ვისაუბრებთ, მაგრამ აი მანამდე ესეც შეკითხვა მაქვს. თქვა საახალწლო პერიოდში არის ნაძვის პრობლემა დგება. აი წლის განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში ყველაზე მეტად რა ტიპის ხე-ტყეზე ხდება ზიანის მიყენება, მისი უკანონოდ მოჭრა და მცდელობა იმის, რომ ან გადამუშავდეს, ან გაიტანონ საერთოდ. პირველი რახან სადღესასწაულო თემატიკაზე ვსაუბრობთ, შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ბზა, რომელიც არის წითელი ნუსხის სახეობა, კოლხური ბზა, რომელსაც წლების მანძილზე არაერთი პრობლემა ჰქონდა, როგორც მავნებელი, ასევე დაავადება აზიანებდა და ძალიან დიდ ფართობზე სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დიდი ნაწილი, თქვათ, გამხმარი იყო. ეხლა ძალიან კარგი ნიშნები შეინიშნება, მოზარდი უკვე ბევრგან გამოჩნდა, ასევე ზოგმა ძალიან დაზიანებულმა ნერგმა გამოიტანა ახალი ყლორტები და ასე შემდეგ. გვაქვს რამოდენიმე საკონსერვაციო ფართობი, სადაც ხელშეუხებლად უნდა უმტკივნეულად გადაიარეს რთული პერიოდი. პროექტად გადაიქცა გადარჩენის პროექტად, ესე გამოდის, რომ ბზის გადარჩენის. თქვათ, ეს ბზის საკითხი იყო ასევე აქტუალური, როდესაც გამკაცრება იყო, თქვათ, მათზე საახალწლო და შემდეგ უკვე სააღრმო პერიოდი, ხო, მანამდე რომ ბზობა არის. ეს ასე თქვათ, ეს ორი ძვირფასი სახეობა, თუმცა არის კიდევ არაერთი ფაქტი, არაერთი სახეობის ხეზე, რომლის ჭრა არ ხდება, ასე ვთქვათ, კანონის ფარგლებში. ეს შეიძლება იყოს წიფელი, სოჭი, იგივე ნაძვი და არაერთი კიდევ სხვა მუხა. სოჭზე ხარისხიდან გამომდინარე დიდი მოთხოვნა არის და ამიტომ სოჭზე ბევრი კუთხით არის მოთხოვნა, იგივე რახან საახალწლო დღესასწაულს ვეხებით, სოჭის თესლი ძალიან დიდი ოდენობით გადის საქართველოდან, რადგან ეს სოფლიოში არის აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო საახალწლო ფორმის ხე იზრდება ჩვენი სოჭის თესლიდან, რადგან ეს კონუსისებური ფორმა, სრული, ასე ვთქვათ, შეკრული ვარჯით ცნობილია საქართველოდან გატანილი სოჭის თესლი. ნუ, როდესაც ლიცენზირებული და კანონის ფარგლებში არსებული ქმედება, ამ შემთხვევაში უკვე საამაყოა, რომ ქართული ჯიში მთელ სოფლიოში გადის. თქვენს ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ზოგადად საქართველოს ტყის საფარი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში განადგურების საფრთხის წინაშე. აქ როგორც დაუდევარი ხელი, ასევე კლიმატური პირობებიც ერთობლივად არის ჩარეული. შეგვიძლია ვთქვათ, ყველაზე მეტად მთის რეგიონში რომელ ნაწილს უჭირს საქართველოში? პირველ რიგში ვახსენებ იმას, რომ ტყე ჩვენი სიმდიდრე ხასიათდება ძალიან დიდი თვითაღდგენის უნარით და სწორედ ეს არის ის მთავარი საშუალება და პლუს მეტყევების სწორი ჩართულობით, რომ დღემდე შენარჩუნებულია ის ბუნებრივი იერსახე ჩვენი ტყის, რითაც ვამაყობთ. ხოლო რაც შეეხება აი ამ გამომწვევ ფაქტორებს, იგივე რაც თქვენ ახსენეთ, კლიმატის ცვლილება, ასევე მავნებელ დაავადებების ზეგავლენა და ადამიანის დაუდევრობა, ეს ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ ამყოფებს ჩვენს ტყეს. აი რომ დავასახელოთ შეგვიძლია სვანეთი, რაჭა, თათუშეთი და სხვადასხვა ნაწილები. ესე კონკრეტულად გამორჩეულად ვერ გამოვყოფ, თუმცა სხვადასხვა თემებით შეიძლება მაგალითად გამოვყო სამცხე-ჯავახეთი, სადაც თქვათ ხშირი არის როგორც ტყის ხანძრები, რომელიც უმეტესად ადამიანის დაუდევრობით არის გამოწვეული, ასევე მავნებელ დაავადების კუთხითაც უფრო მიმზიდველია იქ როგორც კლიმატური გარემო, ასევე თვითონ მასპინძელი სახეობის ხეები და ასევე უკანონო ჭრების ფიქსირდება. ოდენობაც. აი როგორ ხდება ამ ყველაფრის კონტროლი და მონიტორინგი, ესეც რომ განვუმარტოთ ცოტა მაყურებელს, ალბათ გაქვთ ფოტოხაფანგები ხომ, ასევე არის დრონები, რომლითაც ახერხებთ დათვალიერებას ტყის. აი ტექნიკური ნაწილი რომ აგვიხსნათ, რანაირად კონტროლდება საქართველოში ტყის მასივი. ცხადია, ჩვენ ვითვალისწინებთ როგორც ჩვენს ადგილობრივ
გარემოცვას და ასევე საერთაშორისო პრაქტიკას ვცდილობ რომ მოვარგოთ ჩვენს რეალობას. შესაბამისად, ტყეში მაგალითად ბევრი სხვადასხვა ტიპის შესასვლელი მისადგომი ადგილია. ასეთი ადგილებისთვის ჩვენ გვაქვს როგორც საინფორმაციო ბანერები, ასევე ფოტოხაფანგები, რაც თქვენ ახსენეთ, განთავსებული, რომ უმეტეს შემთხვევაში გქონდეს წარმოდგენა, სად რა რაოდენობის დამსვენებელი ან მომხმარებელი შედის ტყეში. ასევე როგორც ახსენეთ, დრონების დახმარებით ვახორციელებთ მონიტორინგს, ასევე სამხრე კამერებიც აქვთ ჩვენს თანამშრომლებს დარიგებული და ვცდილობთ მაქსიმალურად ავითვისოთ ყველა ის მისადგომი ადგილი, ეს ყველა რეგიონი, 9 რეგიონზე საუბარი, რომ ვიცოდეთ, სად რა რაოდენობის ადამიანი შედის, რომ თუ კი რაიმე დაფიქსირდა, ასე ვთქვათ, უკანონო, იმ წუთში მოხდეს მისი აღმოფხვრა. დაფიქსირების რაოდენობა საკმაოდ მძიმეა სამწუხაროდ, რო განვაზოგადოთ ზოგადად ტყეზე მიყენებული ზარალით, ბოლო 9 თვის მონაცემები 2025 წელი სამართალდარღვევის 516 ფაქტი და ზედამხედველობის სამსახურის მიერ აღმოჩენილი 1221 ფაქტი. რო შევაჯამოთ, აი ასეთი მონაცემების ფონზე, რა შეგვიძლია კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს, ცნობიერების ამაღლების კუთხე იქნება ეს თუ უბრალოდ გაფრთხილება და მოწოდება იმისა, რომ ტყეს უნდა გავუფრთხილდეთ, მათ შორის წიწვოვანს. დიახ, ეს სტატისტიკა ჩვენ რომ შევადაროთ გასული წლების სტატისტიკას, ეს ძალიან დიდი მიღწევა არის, მიუხედავად ამისა, რახან ფაქტები მაინც ფიქსირდება, სწორედ ამიტომ ვამკაცრებთ ჩვენ რეგულაციას. ისე კი ხალხს ჩვენ მოვუწოდებთ, რომ არ მოჭრან, მით უმეტეს არასწორი მეთოდით, არ ამორგონ, ასე ვთქვათ, ტყიდან, იმიტომ რომ ყველაფერი არის კანონდარღვევა და არსებობს უამრავი ლეგალური ადგილები, სადაც შეიძლება მათი შეძენა. პირიქით ხალხს მოვუწოდებთ, რომ მნიშვნელოვანია ტყის შენარჩუნება და დავრგოთ უფრო მეტი ხე, გავამწვანოთ ჩვენი კარმიდამო და ვისუნთქოთ ჯანსაღი ჰაერით. ნამდვილად, მით უფრო რომ კავკასიონზე არსებული ტყის მასივის ზოლში, ზომიერ კლიმატურ სარტყელში ეს ტყე რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის უკანასკნელი ბუნებრივი ტყე და მას გაცილებით მეტი მოვლა, დაფასება და შეფასება სჭირდება. ასე რომ იმედია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით საინტერესო იქნება ეს მოწოდებები, რაც გაჟღერდა ჩვენს ეთერში. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონი გიორგი მამადაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. წინა საახალწლოდ მაინც უფრო ხელოვნურ და დეკორატიულ ნაძვისხებს მივაქციოთ ყურადღება, უფრო ფართო არჩევანია და უფრო მომხიბვლელია და ამით გადავარჩენთ ჩვენს წვიწოვან სამყაროსაც. დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ პირველის ნახევარზე ტრადიციულად იმედის დღის სტუდიაში. მადლობა ყურადღებისთვის. ხვალამდე.